მე ბათუმში ზუსტად რო არ მაქვს, მაგრამ გვიან გამით დავბრუნდი მას შემდეგ უკვე როცა თათი აბულაძე თვალსაჩინო დაკავებული იყო სასამართლოს დარბაზთან, შემდგომ უკვე აქცია გადაინაცვლა პროცესი მანაჯერის მთავარ სამმართველოსთან, როგორც მახსოვს და იქ უკვე დაკავებული იყო როგორც მეტროში, ასევე მზია ამაღლობელიც და მე უკვე დავბრუნდი და მივედი საპროტესტო აქციაზე, მაშინ როცა უკვე მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო და ის უკვე გამოდიოდა ამ პროცესს პირდაპირ ეთერში გადაცემდი და პირველი კომენტარიც ამ პირდაპირ ეთერში ისმის მზია ამაღლობელის საკითხი. თქვენ პირდაპირ ეთერში ლაივ რეჟიმში აჩვენებდით ადგილზე მიმდინარე მორგებს, ან ლაივ კოდებს ჩართული და ორი პირდაპირ ეთერი მქონდა ნაცვლად გავაკეთე, იმიტომ რომ პირველ პირდაპირ ეთერი როცა ვაწარმოებდი, მაშინ დაძაბული სიტუაცია იყო და ან კადრი რომ არ გაწყვეტილიყო, ჩანაწერი რომ არ დაკარგულიყო, გავთიშე და ეგრევე ხელახლა მეორე ჩავხდე, რომ ეს ორივე ნაწილი ასე ვთქვათ არქივში შემორჩენოდა. თქვენს ლაივ ჩანაწერებში არის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების ან დაკავებამდე არსებული პერიოდები ასახული? არა, იმიტომ რომ ამ დროს მე ვიმყოფებოდი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში. ჩვენ გამოგიგზავნეთ წერილი ნახევარდეობის ასოციაცია, სადაც მათ შორის წარმოგიდგენთ ის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეს დაუწყო. და ამ ჩანაწერებზე ჩანს, რომ აზრია აჭარა ტაიმსის გადაღებული როა. ჩანაწერები შეგვიძლია ახაც გაჩვენოთ? კი, ნანახი მაქვს მე, იმიტომ რომ ეს პრინციპში გავიგეთ თქვენგან. თქვენი ორგანიზაციისგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისე დაუწყო მტკიცებად ეს კადრები, რომ მედია ორგანიზაციისთვის არც კი მოუმართავს წერილობით როგორც წესი ხდება. ამის საფუძველზე ვაძლევთ უკვე როგორც დისკზე ჩანაწერს, ასევე დოკუმენტურადაც ვადასტურებით, რომ კი ნამდვილად იყო ეს ჩვენი გადაღებული მასალა, მაგრამ ამ შემთხვევაში მოხდა ის, რომ მე თქვენგან გავიგე და გამიკვირდა სხვათა შორის, რომ იყო ეს კადრების ამ საქმეში და ეს კადრები როცა მე ვნახე, მათ შორის პირდაპირ ეთერებიც გადავახვიე, მაგრამ როცა გადამეხვია, მე ვიცოდი ხომ როდის ჩამოვედი და როდის მივედი იმ საპროტესტო აქციაზე. და ეს ჩანაწერები შეგიძლიათ გადასწორებით ვთქვათ, რომ გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდგომ პერიოდში და არა მანამდე. სისხლის სამართლის საქმის დაკავება არის ასახული, სადაც ღამის პირველ 15-20 აკვირდა, ხო, ეს პერიოდი არის. ან უკვე 12 რიცხვი არის. უკვე 12-ია. დიახ. იმიტომ რომ პირველ დაკავებაზე მე ადგილზე არ ვიყავ. კი ბატონო. კარგი, მადლობა. კი, ლაივში და პარალელურად კიდევ ვიდეო კადრებსაც ვიღებდით ცხადია, იმიტომ რომ ორ ნაწილად ვაკეთებ საქმეს, ხო? კი, მე მაუწყებლობ პირდაპირ ეთერში. ანუ მე მოხალისე თანამშრომლების შედეგად ვაწარმოებ საქმიანობას. ანუ ოფიციალურ თანამშრომელი მე არ მყავს, მე ვარ ერთი მედია ორგანიზაციას მხოლოდ მე წარმოვადგენ. კონკრეტულად საქმე იანვარს არის განთავსებული აჭარის ტაიმსის ფეისბუქ-ზე. ყველაფერი თქვენი ავტორობით არის შექმნილი, როგორც ნაწილი ჩემი ავტორობით, ნაწილი ცხადია მოქალაქე ჟურნალისტებიც არსებობენ, ასევე არსებობენ ასე ვთქვათ მოხალისეები, რომლებიც მეყვარებიან ცხადია. მაგრამ ეს კადრები ცხადია მედიის სახელით ქვეყნდება. რომელ საათზე ვიგზავნით? ზუსტით რო არ მახსოვს სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ სადღაც ალბათ იქნებოდა 9-ზე ქვევით არ იქნებოდა. ალბათ 9-ის შემდეგ, 10-ის წუთს ალბათ. 10-ის წუთს. ხო, ალბათ ამის გადამოწმება შეიძლება თუ ინტერესი იქნება თქვენი, იმიტომ რომ უცებია ასე ვთქვათ, ჩანაწერებს პუბლიკა რომელიც ოფიდანაც ბრუნდებოდი. ხო. იცით რა მეკითხოთ, გარკვეულ პერიოდ 10 საათამდე არის კონკრეტული პუბლიკაციიდან პოსტები განთავსებული აჭარა ტაიმსის ვებსაიტზე. არის ფოტოები, კარდები. ფოტოები არა კარდი, ანუ ამას ვეძახით იმას, რომ რა ხდება ადგილზე, უბრალოდ ფოტოს არცერა გავუკეთებ. მედია ორგანიზაციის ანუ პროფესიული საქმიანობის ამას კარდებს ვეძახით. ანუ იქ იყო თორცები თემურ ქათამაძის დაკავების ამბავი, მზია ამაღლობელის დაკავების ამბავიც ადმინისტრაციული წესით როცა დააკავეს. უბრალოდ კარდი მქონდა, ვიდეო ნაწილი არ მქონდა. ვიდეო ნაწილი არ მქონდა. ეს ზუსტად აი რასაც თქვენ კარდებს უწოდებთ და ჩემი აღქმით არის ფოტოები, თქვენს ხისი გადაღებული ფოტოები ქონდათ აკრიფული. კი, თვითონ მე როგორც მახსოვს, თვითონ ბათუმელებს ვეუბნებოდი, რომ
ბათუმელების ინფორმაციით მათი დამფუძნებელი არის დაკავებული. ხო, ბათუმელები გადასცემდა თორცები პირდაპირ ეთერში და იქ მოვისმინე და ბათუმელებზე დაყრდნობით გავავრცელა ეს ინფორმაცია. პოსტი იყო ამგვარი, რომ ბათუმელების ინფორმაციით დაკავებულია თავიდან ძია ამბობელი. ამას გარდა იყო, რომ დაძაბულობა ადგილზე ამასთან ფოტო იყო ამბობელების. ანუ ეს მაინტერესებს თქვენი გამიყოფებოდით და სხვისი დახმარებით მოიპოვეთ. ხო, აწვდიდნენ და აწვდიდნენ. კი ბატონო, თქვენ კალამიტიების სიუჟეტი არის წარმოდგენილი, რომელსაც თქვენი ინტერვიუ არის ასახული. საკამოცებიც ისეც. კაკავების რემონტი. სტუდიემონტ, ინტერვიუ მივეცი. კი ბატონო. და თქვენ დააფიქსირეთ, რომ კონკრეტული კადრები, რომელიც შინაგანსაკუთრების სამინისტროს წარმოადგენდა და საქმის მასალებში არის ადმინისტრაციული დაკავების სამსახური და არამედ სისტემის სამართლის ბანკში დაკავება. ამ შენებას ადასტურებთ ეხლა? კი, ეს ასე არის, ახალ თქვია ხო. ხო, კი ბატონო. ანუ ის კადრები, რაც თქვენ საქმეს დავუხდეთ, არის სისხლის სამართლის საქმეზე გადაღებული. დაკავებამდე. არა, მანამდეც თქვი ეს. ეს ალბათ იმითაც კიდე დასტურდება, რომ ეს კადრები არის სისხლის სამართლის საქმეზე გადაღებული, თუ უნიკალურ მას შევხედავთ ფაილს, იქაც ხო უნიკალური კოდი მოყვება მისი დრო, თარიღი და ასე შემდეგ. თქვენ Facebook-ზე აქტიურული რომელიმე ვიდეო, ანუ მესის სურათები და სხვა თანამშრომლები იქნებოდ თუ მოხალისეების მეშვეობით გადაღებული, თქვენ აქტიურებთ Facebook-ზე, მაგრამ ვიდეოები რომლებიც არის აქტიურული, თქვენი გადაღებულია ყველა. ანუ აჭარა Times-ს ეკუთვნის ეს ვიდეო მასალა. ანუ მე მაინტერესებს უშუალოდ თქვენი გადაღებულია თუ არა. რომელ ვიდეოს გულისხმობთ? ერთი არის პირდაპირ ლაივი, რომელიც პირდაპირ ლაივი, ანუ მე ვარ იქ ხმაც ისმის ხომ პირდაპირ ეთერში. ანუ თქვენი ხმარია. კი, მე ვარ. არის VC პროექტები, პირდაპირ ეთერის მიღმა არის აქტიურული. ეს ვიდეო თქვენი გადაღებულია ანუ რა ხდება, იცით, ზოგჯერ პირდაპირ ეთერში რაღაც მონაკვეთებს ვაჩვენებ, შესაძლოა ეს სხვებისთვის არ იყოს ცნობილი, მაგრამ მე ცალ-ცალკე ვჭრით ხოლმე და ვაყრეხნებთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ფრაგმენტები მოგაქვს ხოლმე იმ პირდაპირ ეთერებიდან და ასეთი არაერთი პრაქტიკა იქ ჩვეულებრივი. ხო, კი ბატონო,